გონიათ თუ არა შემთხვევა, ოდესაც ვიღაცამ ჩაგიქროლათ და ინსტინქტურად შეხტით. ტროტუარზე სიარული სწორედაც რომ გამართლებაზეა. მოპედების, მოტოების, სკუტერების, სკროლების მოძრაობა დღეს ტროტუარზე არავის უყვირს. ამ სატრანსპორტო საშუალებების არსებობა ცუდი ნამდვილად არ არის. პრობლემას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ეს ტრანსპორტი იმ სივრცეში შედის, სადაც დადიან ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, მშობლები ბავშვის ეტლებით, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში მშვიდად სიარული სურთ. ეს ვაღაზის ხევის ტროტუარია. სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში სამჯერ მომიწია გადაღების შეწყვეტა და მოპედის გატარება. ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ. აქაც ჩატეხილი ფანჯრების თეორიის პრინციპი მუშაობს. ერთი მოპედი ავიდა ტროტუარზე, არავინ დაუშალა, მეორემაც იგივე გააკეთა, მესამემაც და ნელ-ნელა ტრანსპორტის ტროტუარზე მოძრაობა ყოველდღიურ ნორმად გადაიქცა. არადა ქალაქი საერთო სახლია. ქალაქი ადამიანებს შორის დადებული უხილავი შეთანხმებაა. შეთანხმება იმაზე, რომ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ქალაქის კულტურა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც გადავწყვეტთ, რომ პატივი ვცემთ სხვის სივრცეს. ტროტუარი არის ადგილი, სადაც ადამიანმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. და თუ ქალაქში ყველაზე უსაფრთხო სივრცე აღარ დარჩა, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, სად წავიდეს ფეხით მოსიარულე. შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ, როგორ მოაგვარეს ევროპაში ეს პრობლემა და როგორ შეიძლება მსგავსი ცვლილებები ჩვენს განვახორციელოთ.